20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 17 წლამდე ლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა, რომელიც 3 ჯგუფად იყო დაყოფილი. ფოთის კოლხეთი ახალგაზრდული გუნდი დასავლეთ ჯგუფში ასპარეზობდა. ქობულეთის შუქურასთან ანგარიშით 2-0 გამარჯვებით ფოთელები პლეი-ოფში გავიდნენ. სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდს დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფები მეოთხედფინალური ეტაპებიდან დაიწყება და ფინალის ჩათვლით უძლიერესი გუნდის ვინაობა ერთმატჩიანი დაპირისპირებებით გაირკვევა. მოგახსენებთ, რომ საქართველოში ტარდება 17 წლამდელთა ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონატი. ეს იყო დაყოფილი 3 ჯგუფად, აღმოსავლეთი, ცენტრალური და დასავლეთი, სადაც ჩვენ გამოვდიოდით დასავლეთ ჯგუფში, მონაწილეობდა 7 გუნდი. აქედან 7 გუნდიდან მოგვიწია 12 თამშეხვედრა, 12 შეხვედრიდან 3 ფრევი თამაშეთ, 1 წავაგეთ და დანარჩენი თამაში მოვიგეთ წარმატებით დავასრულეთ. გავედით პირველ ადგილზე და მოვიპოვეთ პლეი-ოფში თამაშის უფლება. ეს პლეი-ოფიც გაიმართება 25 რიცხვში ცენტრალურ სტადიონზე 2 საათზე. და ჩვენი შეხვედრა ჯგუფურად მოუწია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიასთან, რაც ალბათ განასახიერებს იმას, რომ დაძაბული თამაში გვექნება, ძალიან საინტერესო თამაში გვექნება და ავიცი, ხო, ფოთელ კომაგებს რომ ობზანებს და კომაგონ თავის ასახსდელებს, ანუ ჩვენი ფოთის სკოლის ახსახსდელებს. საფეხბურთო სკოლაში სწავლობა 10 წელია. საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთ ზონაში გავედით პირველ ადგილზე, რაც არის ჩვენთვის ყველაზე დიდი წარმატება, რაშიც დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენს ტრეინერებს და შევასწავლეთ მათი მედლები გავამართლოთ მომავალ ეტაპზე. კოლხეთი 1913-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის 17 წლამდე ასაკის გუნდებს შორის მატჩი 25 ნოემბერს ფოთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. დასაწყისი 14 საათზე.